მოგესალმებით. თუ გინდათ შექმნათ თქვენთვის სასურველი სიმღერა და ამ დროს მუსიკოსი არ ხართ, დღეს ეს პრობლემას არ წარმოადგენს. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ მუსიკის AI გენერატორი. ინტერნეტ სივრცეში ძალიან ბევრი აპლიკაცია არის, სადაც შეგვიძლია შევქმნათ მუსიკა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით. ერთ-ერთი არის Suno აპლიკაცია, რომელსაც დღეს მე თქვენთან ერთად განვიხილავ. მისი გამოყენება ძალიან მარტივია. უბრალოდ უნდა მივუთითოთ მუსიკის სტილი, შეგრძნება, თუ როგორი ხასიათის მუსიკა გვინდა, ინსტრუმენტი, სიჩქარე და იდეა, რაზე გვინდა იყოს მუსიკა. შეგვიძლია ჩვენ თვითონ დავწეროთ ტექსტი და ჩვენ ტექსტზე შევქმნათ სიმღერა. ახლა კი მოდი განვიხილოთ ერთად თუ როგორ შეიძლება მასში მუშაობა. იმისათვის, რომ გამოვიყენოთ Suno აპლიკაცია, ჩვენ დაგვჭირდება რეგისტრაციის გავლა. მარცხენა მხარეს მენიუს ჩამონათვალში ვირჩევთ Sign in Relax და როგორც ხედავთ, თქვენ შეგიძლიათ ავტორიზაცია გაიაროთ როგორც Microsoft-ის, Google-ის, Discord-ის ან Apple-ის ანგარიშით. მე ახლა რეგისტრაციას გავივლი Google-ის ანგარიშით. მე უკვე შემოვედი Suno აპლიკაციაში ჩემი ანგარიშით და შეგვიძლია უკვე დავიწყოთ მუსიკის შექმნა. თუმცა სანამ მუსიკის შექმნაზე გადავიდოდე, მინდა გითხრათ, რომ აქ რაც ჩანს მუსიკები, ეს არის სხვადასხვა ადამიანების მიერ შექმნილი შემოქმედება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით და არის გასაჯაროებული. ანუ ჩვენ შეგვიძლია მოვუსმინოთ ნებისმიერ მუსიკას, ნებისმიერთან გვაქვს წვდომა. Where did love go? Where did love? მოვუსმინოთ სხვა მუსიკასაც. ერთს კიდევ მოვუსმინოთ. It is over. Starting a new chapter now. როგორც ხედავთ, არის სხვადასხვა ტონალობის, ჟანრის მუსიკები. დავიწყოთ ჩვენ მუსიკის შექმნა, ამისათვის მარცხენა მხარეს მენიუს ჩამონათვალში ვირჩევთ Relax შექმნა და ჩვენი ძირითადი სამუშაო სივრცე არის აი ეს სივრცე და აი აქ შევხვავს, ანუ song description, ანუ მუსიკის აღწერის დაბლა ველში შევხვავს იდეა თუ რაზე გვინდა შევქმნათ მუსიკა. შეგვიძლია გავაკეთოთ რაღაც იდეა, მიმართულება, შევიტანოთ ასევე როგორი ჟანრის გვინდა, როგორი ტონალობის და ასე შემდეგ. მაგრამ თუ იდეის მიმართულებითაც დაგვჭირდა დახმარება, თვითონ აპლიკაცია გვაძლევს ამის საშუალებას და გვეკითხება, გჭირდება თუ იდეა, მოდი მოვსინჯოთ ესეც, ჩამოვშალოთ და აქ არის იდეების სხვადასხვა მიმართულებით. მაგალითად, შევქმნათ მუსიკა რაღაც აქტივობაზე, დავაჭიროთ ამას და აქ დაგვხვდა შესავსები ველები და ეს ველები ჩვენ შეგვიძლია შევავსოთ როგორც უცხოურ ენაზე, ასევე ქართულადაც. მოდი ჯერ შევქმნათ ინგლისური მუსიკა და შემდეგ ქართული. აქ ახლა გვეუბნება, რას ვაპირებ ჩვენ, რა აქტივობაზე გვინდა შევქმნათ მუსიკა. მაგალითად, მინდა მოგზაურობაზე. ჩავწეროთ მოგზაურობა ინგლისურად, შემდეგ ვისთან ერთად გვინდა, მაგალითად, მეგობრებთან, with my friends. ასევე გვეკითხება ანუ ხასიათი, როგორი ხასიათის გვინდა და იყოს მაგალითად ბედნიერი, ან მხიარული შეგვიძლია ჩავწეროთ, აქ შეგიძლიათ ნებისმიერი განწყობაზე სიტყვა ჩაწეროთ და ჟანრი მოდი დავწეროთ პოპი და დავაწვეთ Relax შექმნა. ეხლა ხელოვნური ინტელექტი უკვე ამ იდეაზე ქმნის მუსიკას და ყოველთვის აგენერირებს ორი ტიპის მუსიკას, ნუ ტექსტი ერთი და იგივე იქნება, მაგრამ სხვადასხვა ტონალობის იქნება და მოდი ვნახოთ ორივე. We hit the road with the sun at our back. Got our dreams stitched up in a rucksack. Windows down, the wind in our hair. No destination, but we don't care. ეხლა მოვუსმინოთ მეორე ვარიანტს. We hit the road with the sun at our back. Got our dreams stitched up in a rucksack. Windows. ახლა კი შევქმნათ მუსიკა ჩვენი ტექსტის გამოყენებით, ჩვენ მიერ დაწერილი ტექსტით. ამისათვის ზემოთ ეს გადავრთოთ custom რეჟიმზე და აქ უნდა შევიყვანოთ ჩვენი ლირიკა, ანუ ჩვენი ტექსტი. მე ახლა მინდა გაზაფხულზე შევქმნა სიმღერა და ამისათვის წინასწარ დავწერე გაზაფხულზე ლექსი, ასე ვთქვათ, ვეცადე რომ გამერითმა და მე ახლა ამას ჩავსვამ აქ. ასევე ჩვენ შეგვიძლია მივუთითოთ მუსიკის სტილი. აქ ახლა არჩეულია country და pop და ჩვენ შეგვიძლია ერთი რომელიმე დავტოვოთ, ან კიდევ დავამატოთ სხვა სტილი. მაგალითად, ხო, იყოს pop.
ბობი და იყოს მოდი ელექტროც. ასევე ჩვენ უნდა მივუთითოთ სახელი გაზაფხული დავარქვათ. გაზაფხული და მერე დავაწვეთ შექმნის ღილაკს. ეხლა ხელოვნური ინტელექტი აგენერირებს ჩვენს ტექსტს და ქმნის მუსიკას. შეიქმნა უკვე ორი მუსიკა, მოვასმინოთ ეხლა ორივეს ცალ-ცალკე და რომელიც მერე მოგვეწონება, შეგვიძლია გადმოვწეროთ ჩვენს მოწყობილობაში. გაზაფხულია, ბუნება ხარობს, ია გამოჩნდა და ჩიტიც გავს, ხზე გულებს გვითბობს, გვავსებს და ნათობს, ბედნიერ ზაფხულს ყველასთვის ნატრობს. გაზაფხულია, ბუნება ხარობს, ია ეხლა მოვუსმინოთ მეორე ვარიანტს. გაზაფხულია, ბუნება ხარობს, ია გამოჩნდა და ჩიტიც გალობს, ზეგულებს გვით ტექსტი ორივე ერთნაირია, უბრალოდ ტონალობა არის მუსიკის სხვადასხვა და ეს ტექსტი მოცემული არის მარჯვენა მხარეს და ჩვენ შეგვიძლია ამ ტექსტს კიდე დავამატოთ, გავაგრძელოთ ეს ტექსტი, თავისი მისამღერებიც გავუკეთოთ და იქნება უკვე სრულყოფილი მუსიკა. ჩვენ შეგვიძლია გადმოვწეროთ ჩვენთვის სასურველი მუსიკა ჩვენ მოწყობილობაში, ამისათვის საჭირო არის აი აქ სამ წერტილს დავაწვეთ და ავირჩიოთ download ეს ღილაკი და გვაძლევს ორ ვარიანტს და გადმოწერის. პირველი არის mp3 აუდიო ფაილის სახით გადმოწერა, მეორე კი ვიდეო ფაილის სახით გადმოწერა. ასევე ჩვენ შეგვიძლია გავაზიაროთ ეს ლინკის კოპირებით, ან კიდევ გაუზიაროთ ადამიანებს ან ადამიანთა ჯგუფს. მე ეს აპლიკაცია გამოვიყენე საგაკვეთილო პროცესში, მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ მსგავსი აქტივობები და მერწმუნეთ გაკვეთილი იქნება უფრო ინოვაციური, შემოქმედებითი და საინტერესო მოსწავლეებისთვის. როგორც ხედავთ, რთული არ არის ამ აპლიკაციის გამოყენება და გირჩევთ, რომ თქვენც გამოიყენოთ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.